თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობეს და ლევან რატიანის თქმით პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითი დინამიკისაა. ტრამულ გემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრები, რეჟიმები გამარტივებულია, კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს. ალექსი ახვლედიანი 30,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას ხდომის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. პროკურატურა ახვლედიანს იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება. უწყების ვერსიით, სწორედ მისი კუთვნილი იარაღით სცადა რიჟვაძემ სავარაუდო თვითმკვლელობა. ყარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მეწყრული პროცესი გრძელდება. საცხოვრებელი სახლებიდან 21 ოჯახია ევაკუირებული. სტიქის შედეგად დაზიანებულია სახლები, სახნავსათესის სავარგულები და საავტომობილო გზები. ადგილობრივები მეწყრული პროცესების განვითარებას ავტომაგისტრალის მშენებლობას უკავშირებენ. მეტროსადგურ ვარკეთილის სარეაბილიტაციო პროექტი თითქმის 2 მილიონით ცვირდება. ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ კაპიტალური რემონტი მოსაცდელი დარბაზის გარდა საესკალატორო გვირაბსაც სჭირდება. ამ მიზეზით 12 ივლისიდან მეტროსადგური 45 დღით დაიკეტება.